რატო შევახლა? აგარ ვიღებ სამსახურსაც. პასუხი და არავინ არა. მოდი საბუთების წარმოსადგენად, არა არავინ. წავეც სამ. რატო არ არიან რომ წერთ? 3 დღის მოდაში წარმოვიდგინეთ საბუთები. სად არის? არავინ, მთელი სამსახური არა. და შეიძლება თვითონ შეგეთხო. პირველი საათია და შესვენებელია. კარგი, კაცო, როგორ ვიღალეო? შეგეთხო ახლა. თუ შეიძლება ეს ამიხსნათ რას ნიშნავს? მოგზადეთ და არა, ამიხსნით რას ნიშნავს? რომ ვთხოვთ, რა ვთხოვთ? მოგზადეთ და აგიხსნით. მოგზანებული ვარ და თუ შეიძლება ამიხსნით რა ვთხოვთ? კიბის უჯრედში გინდა დაგიხსნათ? ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ამიხსნათ, მე ვიხარ და ვალდებული ვარ. კიბის უჯრედში არაფერს არ აგიხსნით. მოგზანდი შესვენების შემდეგ და აგიხსნით. და ამიხსნით რას ნიშნავს? შესვენების შემდეგ მოგზანდი და აგიხსნით. და რომ ვიღებ შესაბამის დოკუმენტს, რასაც თხოვე, მე და აგიხსნით. ხარამ საკითხში მამიამ მახარაძე რომ წერილი გამოგიზონა? მაგიჩემს მსახურია ზედამხედველობა. გასაღებია ზედამხედველობა, მაგრამ მაშინ ერთ რაღაცა შეგვიძლია ამიხსნა, აი რას ნიშნავს. აი რას ნიშნავს. ბოლო. აი მუხლი არ ვიცი სიმართლე გითხრა, მაგრამ იცი, საერთოდ იცი, როდის იქნა მიღებული? როდის შევიდა ძალაში? არ ვიცი, ჩემი ხალხი არა მაგაზე. გასაგებია, მაგრამ რომელი იმაზე მეკითხებია? აგე რა, რო წერია, რომ შესაბამის დოკუმენტაციის ამბავში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მიმოქმედებს საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-13-ა მუხლის პუნქტის შესაბამისად. ხო და სამოქალაქო კოდექსია მაგის ხო, არ იცი რას ნიშნავს? არა. აი, გასაგებია. თქვენ იცით რა ბატონო ხათუნა რას ნიშნავს ეს? არა ბატონო. ვინმე შეიძლება ამიხსნას მერიის თანამშრომელი? შესაბამისი სამსახურები, რომელიც აუცილებლად აღიქმნა. შუქი შეხო ხარ ამის თანამშრომელი. შეიძლება ამიხსნა რას ნიშნავს? ამი მუხლი რას ნიშნავს? თქვენ ხომ მიიღეთ რომ წერილია. ხომ მიიღეთ თქვენმა სამსახურმა ხომ მიიღეთ ამაში მონაწილეობა ამის გამოგზავნაში? და რას ნიშნავს? რას ეს იმ შემთხვევაში თუ სანებართო პირობები არ გაქვს, სანებართო ფუნქციები არ გაქვს, ნებართვის ანუ რაც ოფიციალური ნებართვა არის, იმ შემთხვევაში ანუ ამ კანონით მიმოქმედებს სამსახური. რას ნიშნავს? რას იმოქმედებს? რას ითვალისწინებს? ჯარიმას. ჯარიმ გასაგებია, რომელ წელს იქნა ეს კანონი მიღებული? ეს კანონი რომელსაც თქვენ ევდნომით და მეუბნებით ჯარიმას, რომელ წელს იქნა მიღებული? ეს კანონი მოქმედებს დიდი ხანია, ხოლო მოიცა. სახელი შეეცვალა. არა. მოიცა. რომელ წელს შევიდა ეს კანონი ძალაში? დიდი ხანია მოქმედებს ეს ვისა ქუჩაში სასაუბრო არის ესა. ქუჩაში რატო კაბინეტში შევიდა? კი ბატონო, რომელ წელს შევიდა ეს კანონი ძალაში? მიპასუხეთ, მოგძავდი და კი ბატონო, წამო, მოდივარ. კი ბატონო. ვფიქრობ, რომ გათავისუფლებთ რამეს ახალი კანონი თუ არის? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მე მაინტერესებს რომელ წელს შევიდა ეს კანონი ძალაში, ეს რომ მითხრა. დავძავდით. შეგიძლიათ მერთან ერთად არ მინდა მე ბატონო, რატო არ არის კომპეტენტური მე და
არა თქვენ ხომ ცადეთ კითხვა და მერმა ბრძანა რომ მე მივდივარ. მე მიბძან არის რომ ამბობ. გასაგებია, მაგრამ მერმა ბრძანა რომ თვითონ მიდის იმაში, რა ქვია მაგას, პერერივზეო, ანუ შესვენება იგულისხმალბად და 2 საათს შემდეგ მეცლებაო, მერმა არ გამცა არც ერთ შეკითხვაზე პასუხი. ხო და ვარ, აგარდა თუ უნდა მომბრძანდეს და გამცეს პასუხი. თორე აქედან ახლა მოვუწყდი ამ საქმიანობას, წამოვიდე მერთან, მიდის სადმე ეჩქარება? შუქრე, ანუ ვეგი ერთად გავიაროთ იქ საკითხებია. აი, ჩავიდეთ ერთად და გავიაროთ. და რა არის გასარები, ეხლა ამისენით ყველა რასაც დოკუმენტაცია მომა, კი. თქვენ რა სჭირდებათ? ხო და მერთან ერთად მე არ გითხოვს რამე მჭირდება, მე სულ თქვენ შეკითხვა. რაღაც ეჭვიგებარება, რაღაც კანონებთან მე გითხარით რამე შეეჭვმებარება მეთქი ბატონო შუქრი? არ მithქვამს. მე უბრალოდ გეკითხებით, რომელ წელს იქნა მიღებული ის კანონი შევიდა ძალაში, რომელსაც თქვენ ებრძნობით. მეტი მე შეკითხვა არ დამისვამს ჯერ. ეხლა გეტყვით მაგას ზუსტად ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ მერთან ერთად. და მერი რა არის, გავიგე რა. რა გაინტერესებს მერსაც. მესვის მაგრამ ცხენის ძალა მოგემატებათ მე. ცხენის ძალა არ მოგემატება, შუაში რაღაც აინტერესებს ხო რომ ჩამოდიდეთ ჩემთან ერთად გავარკვიოთ რა ხდება და რა არის საჭირო. მაშინ გაარკვიეთ თქვენ, მიდით ჩვენ დაგელოდებით. რა ვიცი. არა ეს ის საკითხია, და რომლითაც შენ ხარ დაინტერესებული ამ საკითხის გარკვევისთვის ხარ აქ მოსული. შენ რა იცი მე რა საკითხი თუ ხარ თუ ანუ არა, ლადო, მე ვიცი ის, რასაც შენ განვისმენ და რა დოკუმენტიც გეჭირავს ხელში და რაზეც ითხოვ პასუხს. ხო. ანუ ამ თემას მე შესაბამის სამსახურმა არ რა საკვირველია შესაბამისი სამსახურმა უნდა გაქცეს პასუხი, რა შვაში გამომდინარე იქედან რომ მერსაც თხოვდი კონკრეტულ პასუხს, რამდენიმე წუთის მე უკან. თხოვდი ამ შეკითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ მე სამსახური არ იყო, დაკეტილი იყო. კი ბატონო. ხო და მოვიდა სამსახური და რა თქმა მე კეთილი. თქვენ თუ გინდათ ახლა რომ ეიქშონ ვიჩხუბოთ? არა, ბატონო, რა თქმა უნდა, რა საკვირველია. აბა მე სულ ჩხუბობს და ახლა მეტი მაგასთან სერიოზული საუბარი შეუძლებელია. აგელოდებით აღარა თუ მომზანდეს მე ბატონო. რა არის? ერთ ჩვეულებრივ იმას ვითხოვ. შეკითხვაზე პასუხს. რამე გაუგებარია? რომელზეც პასუხი არ არის. აპასუხია. აი, რომელიც თქვენ მეუბნებით რომელი კანონით მოქმედებს წერია, ხო? წლოვანებას თუ რამე მნიშვნელობა გეტყვით 2000. მოიცა ბატონო შუქრი, პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრი. აქვს თუ არა იმას მნიშვნელობა, რომელ წელს შევიდა კანონი ძალაში? 2009 წლის 24 მარტის ნომერი 57 დადგენილების 66 მუხლის გათვალისწინება პირველ კლასის ნაგებობების შემთხვევაში ხდება აი ეს პროცესი თუ ნებართვა არ აქვს აღებული. არა. თქვენ მე შეცდომაში შეკავთ ახლა. იმიტომ რომ ეს სხვა კანონია. ეს სხვა კანონი, ამ კანონიდან გამომდინარე, მოქმედებს ეს კანონი საქართველოს ჯარიმიასთან დაკავშირებით. ბატონო შუქრი, ეს არის სულ სხვა კანონი, თქვენ მატყუებთ ახლა. არ გატყუებთ. წამიგითხე კანონის დასახელება. გითხარით დაგეთ 2009 წლის 24 მარტის 27 დადგენილება. კანონი არის ესეთი. ჯარიმასთან დაკავშირებით. კანონის დასახელება წამიგითხე. ხა, აგიხსნი, ხოლმე. კანონი წამიგითხე, რომელ კანონზე მესაუბრები? მაგერა არა, ამას და საქართველოს კანონი პროდუქციის ეს სხვა არის. ამით ჯარიმდები. შუქრი რა ხდება? ამ კანონით მოქმედებს. შუქრი გეკითხები რა ხმაურია რა. შეკითხვა გვაქვს? ლადო. ხო. მე შემოიჭერეთ. მე შენობაში საგრებულოს თავმჯდომარეს ნაბიჯვარს ეძახით. ქალაქის მერს თავის აგზრებას ეძახით. ეს არის მუქარა. ეს არის ხულიგნობა, ძალიან მარტივ გასაგებენაზე რომ აგიცნათ. რა პრეტენზია გაქვთ გითხარით? ბატონო მეგე თქვენ შემოიჭერით მილიგით რა? სად შემოვიჭერით ჩემს კაბინეტში? თქვენი კაბინეტია ეს? ეს არის ჩემი სამსახურის უფროსის. ჰა? თუ შეიძლება გაიძიეთ იქით და კამერის რა შეიძლება მე ვიცი მაგრამ შენ რა საქმეს მირჩევ? კარგი, კელა არა, მე ამის პროვოკაციას. თქვენი სახელი დაგიძახეთ. ვასკია ჩემი თქვენი სახელი აი დაგიძახეთ. მეორე ადამიანი. რაც ქვიოთ ის დაგიძახეთ და რაც ხარ? რაც ქვიოთ და რაც ხარ ის დაგიძახეთ. გამოიცი მაგი ერთი წუთით პროვოკაციაზე. ქელა რაც ქვია და რაც ხარ ის დაგიძახეთ. დაგიძახე? რაც ქვია და რაც ხარ ის დაგიძახეთ. აი მეორე მე. აი მეორე შენ რა დაგიძახეთ? ეს არის პროვოკატორი, თავი დაანებეთ, კაცო. რა გაინტერესებთ თქვენ მითხარით რა პრეტენზია გაქვთ? კი, მაგრამ ნებართვა რომ მოგთხოვეთ. ნებართვა რომ მოგთხოვეთ იმასთან დაკავშირებით, რასაც გავალებ კანონი. თქვენ არაფერი არ მოგითხოვეთ. ჩვენ მოგთხოვეთ ქალაქის მერია, დიახ, ნებართვა წარმოადგენთ ბილბორდებთან დაკავშირებით. ამისთვის შემოიჭერეთ და გვაგინეთ. სად არ შემოუჭერეთ? ვეძახით ნაბიჯვრებს,
და ასე შემდეგ. თქვენ გიძახეთ. პასუხს აგებთ მაგის. თქვენ გიძახეთ. თქვენ პასუხს აგებთ თქვენ მაგის. გიძახეთ ნაბიჯვარი? საკრებულოს თავმჯდომარეს. დარწმუნებით შეგიძლია. დარწმუნებით შემიძლია. დიახსეთ, მიბრძანდით სადაზნე. დავამტკიცეთ რა თქმა უნდა. ვაცალი რატო გადაგა? პასუხს აგებთ მაგის. სხვა თემაზე რატო გადაგაქვს? პასუხს აგებთ მაგისთვის. ეხლა მითხარი რა გაინტერესებთ რა არ მოწონთ. თქვენ და საუბარი არის შეუძლებელი. თქვენ ხართ ასტრალში. როგორ თქვენ გაგაბნევთ? დედამიწას ჩამოშორებული ხარ და გასული ხარ. მაგასაც განახებთ ვინ არის დედამიწას ჩამოშორებული. თავს ხარ გასული, რომელიც არ გეპატიება. აი ნახე. აი ნახე. რას იზამ ბატონო? რას ვიზამ და მივმართავთ კანონით დაგენილ წელს და რიგს. აი მას ვიზამ. რა მიყვირია? მიმართეთ, გამოგიგზავნეთ და პასუხი მოვაწოდეთ, კეთილინები. და პასუხი ვის მოვაწოდეთ? დაგეტილია. დაგეტილია ბატონო პირველ საათზე 2-მდე არის შესვენება. პირველის ნახევრიდან აქვს. როგორ გეკადრება? როგორ მეკადრება? როგორ გეკადრება? ეს არ არის თქვენი საქმე, რა იყო დაგეტილი. პასუხი გამოგიგზავნეთ ოფიციალურად. თუ შეიძლება ნუყვირი ხართ რა. ნუყვირი ხართ. პასუხი მე გამოგიგზავნეთ. ვარ კერძო მესაკუთრი ამ შემთხვევაში და თქვენ არანაირ უბრალოდ მე მიყვიროთ. კერძო მესაკუთრეს გევალებათ, კერძო მესაკუთრეს გევალებათ. თქვენ არანაირ უფლება არ გაქვთ მე მიყვიროთ. არანაირი ყვირილი აქ არ არის გეუბნები. აბა რა არის? გეუბნებით რომ გევალებათ, რაც გევალებათ ის ცნობები წარმოგვიდგება. რა მევალებ ამას გეკითხები მე 24 საათი. რა მევალებ? 24 საათი კი არ გეკითხებით ბატონო, დადე წამაკითხე. წაიკითხე. დადე. ხო, რა მევალებ? რაწერია? არა, წარმოადგინეთ ბატონო, ნებართვაზე გაცემული. რის საფუძველზე ვთხოვთ ამას? რატო რის რის საფუძველზე? წერია კანონში. წერია კანონში. რომელი წაიკითხე მე. წაიკითხე დაჭიქი. მე რატო წაიკითხე, წავკითხე შუქრი. ლადო. წავკითხე. რა დაგემართო? რა შეა რა რა უნდა დაემართოს? ლადოს არის პროვოკატორი, რა უნდა დაემართოს? წავკითხე შუქრი. ლადო, დაწნარდი რა. ბატონო, მე დაწყნარებული ძალიან შეეშვით დემაგოგიას. მე ვარ დაწყნარებული. ძალიან შეეშვით დემაგოგიას და არ გინდათ ეს პოლიციური ისინი თქვენ რა. დემაგოგიას კი არა, პასუხს აგებ, რას გააკეთე დღეს? აი ნახე თუ არა. ბატონო, თქვენ აგებთ პასუხს თქვენს მოქმედებებზე, მე გიბატონო. რაზე? პროვოკაციაზე ვარ წამოვეგე იმაზე? თქვენ არ წამოვეგეთ პროვოკაციაზე? მაგაზე? და მე წამოვეგე? არა, თქვენ აწყობთ პროვოკაციას. რას ვაწყობ? ჩვენ არ წამოვეგეთ თქვენს პროვოკაციას. მოვედი და სვამ შეკითხა. თავი ვის წამძვრება? მე წამძვრება თავი? მოვედი და სვამ თავი მე წამძვრება გეკითხე. ხუჭურად, რატომ ელაპარაკები? ხუჭურად კი არ გელაპარაკები, წეგან მითხარი რომ წამძვრება თავი, რომ მე წამძვრება თავი? გაწმარდი რა და გეკითხები გამეცი პასუხი. რა პასუხი? მიპასუხე ეხლა აგერ კამერებით. არა დაწყნარდიო რატო არ აღიშვი? მიპასუხე გეუბნები, თავი მე წამძვრება. მივლანძღები. ქუჩაში ხალხი ვლანძღე რა შენი საქმეა, შეკაი ადამიანო. ქუჩაში არა, ელიაში გლანძღე ბიჭო. ქუჩაში, მე რა გინდა შენ? რა გინდა? რა პრეტენზია გააქვს? არა. მე მიმართე სასამართლოს. შენ მომართო შეიძლება. მე ქურდებში ვერ წამოხვაშია. შენს რომ მოგმართო, ლადო რა. და ახლა მომარშე მაგაზე? მე დამშვიდებული ვარ. ნერვიულობ. არ ნერვიულობ, არაფერზე სანერვიულო არ ვარ. ამშვიდე რა. ვაიმე დამშვიდებული ვარ, რა ჩაიგე. შენ რა შეძახი დამშვიდებას ქალაქის მერე ზეძახი წამძვრება თავი. სადმე ძახეთ ბატონო ბრე. სადმე ძახეთ და კიბეზე ჩაწერილი აქვს გარკვევით. ჩვენს ოპერატორს. კარგი ნახეთ მიდით ხან. ნახეთ უკვე ბატონო. კარგია. უკვე ნახეთ. მიმართე. ხო და გეუბნები? არ გითქვია? მიმართე. არ გითქვია? მიმართეთ შესაბამის ორგანოებს. მე რა ვთქვი, აგერ ორი კამერა იწეს, მე რა ვთქვი. და მე რა ის არ არის ჩვენი კამერა არ არის. არ გითქვიათ მეთქი? მიმართეთ. სასამართლოს, ყველას მიმართეთ პროკურატურას, ყველას მიმართეთ სპეცსასამართლოს. რაც დღემდე, მე გეტყვი ის რაც დღემდე, მე გეტყვი ის რაც დღემდე თქვენ არ გინახიათ და უწესოდ და აი ესე ავანტიურით გიცხოვრიათ, ამას დაესმება წერტილი. ავანტიური თქვენი ცხოვრება. ამას და მაგასაც ავანტიური ცხოვრობდი შენ. მაგასაც ავანტიურისტი შენ ხარ. მაგასაც გავარკვევთ ვინ არის. შენ ხარ ავანტიურისტი. ამას დაესმება წერტილი. ავანტიურისტი მატყუარა და სრუპანტელა ხარ. აი, ამას დაესმება წერტილი. ვეღარ გამზადდება თქვენი ასეთი სრუპანტელა. მე როგორც კერძო მესაკუთრე გეუბნები. ეხები ვარ მომწამოთ. ხარ უსინდისო ადამიანი. არა. თქვენ ხართ უსინდისო ადამიანი. დიდი მადლობა. რა მე ხვეწები მიკითხავ იმას. კარგით, მაშინ შეტყვი ერთი წამი როგორა პროცედურა და რა არის? პროცედურა არასწორად მიკითხავ. დამანებე რა შენ თავი. მე მოусმე შენ არ მაგიდა. მიყვირი ხარ. არ გვიყვირი ვარ, წადი პროვოკატორი ხარ, ვიღაცა ხარ, რა სირცხვილია, ვიცე მერი ხარ და როგორი ხარ. მოიგითხე შესაძლებლებს, შეხოს მამა. არა, მაინტერესებს
კაცო რა, ნებართვა წარმოადგენს. ასოს გაძლევს, რაც გაინტერესებს. მუკვირი ხარ. საბუთები მოიტანებოდი. მეტი ყველაფერი ამე გვიჭქვია ესეთ. შენ საერთოდ რა მითხარ? არა, ანუ წერილი შენ რა მითხარ? წერილი მე არ გიქვია, წერილმა გითხრა. აბა რას წერილი მოგწერე. წერილი მოწერა მამია ბარამიძე და ველოდები მამია ბარამიძე. მახარაძე. სამსახურმა მოგწერა წერილი. რო წარმოადგენთ საბუთები. ზედახედულობის სამსახურმა შეისწავლა ქალაქის ტერიტორიაზე სარეკლამო ბილბორდების თემა. ზოგან ახლა თუ გინდა მაგალითად მიწერეთ. მე არაფერს არ გიწერ, ჯერ. რამდენს მიწერეთ? მიწერეთ მეთქი, რას მიწერეთ? დავაჯარებთ 11000 ლარი დაუდო. აუტორჯი დავაჯარებთ 9000 ლარი და პლუს კიდევ 500 ლარი. ბატონო, ალმა? ალმასა ჯერ მისული არ ვარ და არის. დავაჯარებთ, არის. დავაჯარებთ. თუ სასადრო გალერეა? თუ დასალ ყველას დავაჯარებთ. ყველას დავაჯარებთ. მიმდინარეობდა. ყველას დავაჯარებთ. ჩვენ ხო არ გეუბნებით? ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორ გეკადრეთ? აუტორჯი პოლიტიკური ხო არა? როგორ გეკადრეთ? რა არის პოლიტიკური მაცალე? რა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება? 28 რო იხდი იმაში რა ქვია ბილბორდში ის არის პოლიტიკური გადაწყვეტილება? ვიგით 20 ლარს უკაცრავად. რა ის 20 ლარს ვიყიდე თქვენ აი ნორმალური გითხრა ხელშეკრულებაში რა წერია? თქვენ ნორმალური ხარ საერთოდ როგორ არ ვარ? რატო იტყუებით ახლა ხელშეკრულებაში. რატო იტყუებით? ხელშეკრულებაში. რატო იტყუებით? არ ვიტყვილები. რამდენიმეც ვიხდი? არა, ხელშეკრულებაში რატო იტყუებით ახლა? არ ვიტყვილები, ხელშეკრულებაში წერია გარკვევი. რა წერია? გარკვევით რომ 20 რამდენსაც ლარს იხდით? რამდენ სიხდის შუქრი? იმასა. მოიტანე, რატო ლაპარაკი თუ არ იცი? ვიცი ძალიან კარგად რასაც ლაპარაკი. იტყუებით ახლა თქვენ და ჩვეულებრივი ცრუ ხარ. შეკითხვაც აქვს. კაცო, შენ იძახე, რამდენი წელი და კაცის შვილი არ გაგლახავს აქ. მაგისტრის ხარ, მოსული, მაგრამ არავინ ხელს არ დაგაკარებს. გეუბნები. ვაი, ვაი კი არა, გეუბნები. ვაიმე. რა არის, არ მოხსნია მეტი თუ რა არის? რა? და დისტრიქტის მოაწყე პროვოკაცია 9-ში. არ გაგლახავს აქ არავინ შენ. გამორიცხული. შეკითხვა. არ მოსული. ბოგი საცხა. ხელი ბოგი სადა? შენ ხარ ნაზირალა. მადლობა. შენ ხარ ნაზირალა. მადლობა. სინდის ნამოს დიდი გარეცი. მადლობა. დიდი მადლობა. შენ სავით რამაზ ნიკოლაიშვილთან გათეთრებული ტყილით არ დავიწყო. დიდი მადლობა. შენ სავით ტრაქში არ უძურებოდი მე. დიდი არცეთ მადლობა. ხელისუფალს. დიდი მადლობა. აი ჟურნალისტი, გაიცი ერთი. ჟურნალისტიკა კერძო. აი ჟურნალისტი. კერძო მე. აი ჟურნალისტი. კერძო მე საკუთრება. აი რუსტავი, ორი ჟურნალისტი. ეს არის რუსტავი. ეს არის რუსტავი, ორი მე ჟურნალისტი. ვარ კერძო საკუთრება რომელსაც არაფერს არ გახდებ გადასახადი გადაიხადე. გადასახადს ვიხთი მე. გადასახადი გადაიხადე. პატიოსნად ვიხთი. ნებართვა მოიტანე, შენ პირველი. პატიოსნად ვიხთი, შენ და პირადოს ნუეხება. მადლობა ხელშეკრულება. უსინდის. მადლობა ხელშეკრულება. წაიკითხე რამდენი სიხდის. ო, წაიგითხე. წაიგითხე. სამოდეთ 27 ლარს უკაცრავ. მე 20-ია მაგი? აუ, ძალიან დიდი სხვაობა. რა დიდი სხვა მეტი დაგინდა აბა. ძალიან დიდი სხვაობა. კვადრატულმეტრზე. ძალიან დიდი სხვაობა. 6 თვეში იხდი 27. ხო, მე რა გაგებული. 6 ლარს. რა გაგებული? არ მაინტერესებს მე შეფრენი ბიზნესი. კაცო, ნებართვა მოიტანე. ნებართვა აგერ არის, ნებართვა. რა ბიზნესი შექმნა? ჩვენი გარე განათების ბოთი მიატა. ვინ შენ? ქალაქის მერიის. ვინ შენ მე გადმოგეცა? ეს წამიკითხე, ვის საფუძველზე თქო ნებართვას, ეს წამიკითხე. წერია მაგ. წამიკითხე, ვის მე საფუძველზე. რა წაკითხო, წაიკითხე ჩახედეში. მე წამიკითხე და ჩავხედე და უკანონოა. არ არის ძმაო, უკანონო თუ უკანონოა, არ წარმოადგინო და მე ვნახავ თუ არის უკანონო. აი ბატონო. თუ წარმოადგინე. ესეთი ჟურნალისტი პასუხობი ორს. ეს პასუხობა, ესეთი ქალაქის მერი ყავს, ასეთი ქალაქის მერი ყავს, შეჭვია ყავს ოზურგელს. აი. არა ჩვენ მე ვარ კერძო მე საკუთრება, რომელსაც არ თქოს საკუთრება. გესმის ვალები და კაბეშნიგები და ნასეთკები წარმოადგინე. საბუთები რა მოიცა? საბუთები ყველა. რაც მომთხოვეთ. წამიკითხე რა მომთხოვე? წარმოადგინე. წერია რომ ნებართვა. რა, წამიკითხე. წავიკითხოთ კარგად მოდი. ო, წაიკითხე. ბოლო, ვის საფუძველზე მთხოვ? ბოლო წავიკითხოთ. წავიკითხოთ. ხო, 3 დღის ვადაში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში წარმოადგინოთ თქვენსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამა და ამ ფარდზე ნებართვა იმისი, რომ
გაქვთ ამისი უფლება რომ განათავსოთ ბილბორდი, რომელიც გაქვთ უკანონოდ, კანონისა და არ გაქვთ ნებართვა და იმიტომ. ისა უკანონოდ ნებართვა არ გაქვთ. რა ისეთ უკანონოდ? ნებართვა არ. რა ისეთ უკანონოდ? ხო და თუ წაიგითხრე რის საფუძველზე თქვა ნებართვა? რატო ნებართვა გაქვთ? რატო არ გითხულო? რატო არ გითხულო? რის საფუძველზე რა ეს კანონი წამიგეთ? ეს კანონი იმ შემთხვევაშია თუ არ წარმოადგენს. რა წაგიქ გავაგზავნოთ. თქვენ საერთოდ ჩუქე რას მელაპარაკეთ? გიგითხავ დაწმარდი? ნებართვას რის საფუძველზე ვთქო? რომელი კანონის საფუძველზე? დაწმარდი გიგითხავ. რომელი შესაბამისი კანონის საფუძველზე? გიგითხავ მომისმინე კაცო. შესაბამისი დოკუმენტაციის აღნიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იმოქმედებს საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 53 მუხლის პუნქტის შესაბამისად. რომელ წელს შევიდა ძალაში კანონი? აი გამოსასწორებელი. რას ქვია გამოსასწორებელი? მაცვალე თქვენ კაცო. რომელ წელს შევიდა? მოიცა, ეტყობათ რა მოიცა. რომელ წელს შევიდა? კანონი არ შესულა 12-ში არის. 12-ში. რომელ წელს არის? მე ჩემი ხელშეკრულება რომელ წელს არის? გაგიგითხე წინა გასაგები ჩემი ხელშეკრულება რომელ წელს არის? კაცო თქვენ ან წარმოადგენთ ან არ მოიცა, წარმოადგენთ. ერთი ჩუთით მივდივარ ბატონო. ხელშეკრულება შეგიძლია მივდივარ 2012 წელს. საბუთს რომ მომიტან გასაგები შუქი მოიცა ხა უკან მოიცა შეკითხვა 2012 აი წელს კაცო შევიდა მოიცა ძალაში. აქ დისკუსია. ჩემი ხელშეკრულება რომელ წელს ან მოიტანეთ ან არ მოიტანეთ. შენი ხელშეკრულება არ ვიცი მაჩვენე და იბრძანეთ რა ხელშეკრულების სამუშაო პროცესი. რომ მოიტანე მე გავარკვე 2009-ში არის ეს აუხსენთ ამას ასწავლეთ ამ ბავშვს. იბრძანეთ მე აღიხსენე რა გიდა ვერ აუხსენი არ იცის. იბრძანეთ. არ იცის. დაცოდავები. წერაგითუს უცოდინა. აი ეს მაგარ დამანებეთ, თავი არ მინდა პოლიციური სილი. რა პოლიცია, შენ ვიღაცაში გეშლები. რას მიყვირი ხარ? რომ რატომ მართვე? საკუთრება. საათია მხავი. რატომ მართვე? შენ თვითონ ფარები და შენ თვითონ გამოვზარდე რა კატუშარი. აუწე შენ თვითონ დაგუწევ. შენ თვითონ დაგუწევ. რას მეცმარ მეჭე? უნამუსოს ხარ და ნამუს გამეცხრილის და ნაზირაღაც. მე და შეშორის უნამუსოს. პატრონი გამოიძახეთ კაცო. გამოიძახეთ პატრონი. მასაც იყოს გეთანხმები დედა მოვყარ. აი მიცემერმა დედა მოვყარ და კი ბატონო დედაც მოვყარ. იდე დავამატე რა. ამ ფერაგაცია უნამუსა. თქვენ რა ისით კერძო საკუთრების წაგმევა რა არის? მე ვიცი. ჩემი აშენებული საღება გინდა, ხო? გადაიგე, გოგი, გადაიგე, ჩემი აშენებული საღება გინდა, ხო? ვერ მოგართვით ვერაფრით. ვინც ამას მოინდომებს, ყველა მიიღებს. მეწარმე, მესაკუთრე, რომელსაც აფლებს აფიქრე. ბეგი ბატონო, მე დღეს დილას რო იცოდეთ, განცხადება მაქვს დაწერილი და რუსთავი ორის კორესპონდენტი. რო არ შეგეშალოთ რამე. რაზე გაქვთ დაწერილი განცხადება? შვებულებაში გავედი ერთი თვით. თქვენთან საბრძოლველად. მებრძოლეთ ბატონო, ჩვენ უკანონოდ არაფერს უკანონოდ ხარ თავიდან ბოლომდე ნაყიდი ფულით ხარ მოსული და უკანონოდ ხარ. უკანონოდ არაფერს არ ვიქო. ნაყიდი ხმებით და ფულით ხარ მოსული. ეს არის შენი საქმე, ეს იცის მოსახლეობა. რას ქვია, ჩემი საქმე არ არის. მოსახლეობა. იბრძანდით აქედან. ნაყიდი ფულით ხარ მოსული ერთის და მეორე. იბრძანდით აქედან. უსაქმურები. იბრძანდით აქედან.